მოგესალმებით ყველას თელავიდან. თქვენ იცით რომ ბეთლაივ მასტერლიგა ფესტივალები იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეხლა უკვე თელავი მასპინძლობს აღნიშნულ ფესტივალს. მე ჩემს შვილთან ერთად, ნიკოლოზ ყლაბოსტოვთან ერთად ჩამოვედი აი ამ მაგარ ფესტივალზე. ნიკუშ, როგორ მოგწონს ფესტივალი? როგორი გარემოა, აბა? კარგი ძალიან. აი ზუსტად იმ მნიშვნელობას მინდა ხაზი გაუსვა, რაც ჩვენი შვილების მომავალს და ჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირდება. ჩვენ შვილებს მაგალითი უნდა მივცეთ, თუ როგორ უნდა ვიყოთ აქტიურები ზოგადად სპორტის მიმართულებით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემს უკან ხდება და მინდა ყველას მოუწოდო, რომ ჩაერთონ, ითამაშონ, რაც შეიძლება მეტი გუნდი იყოს და რაც შეიძლება მეტი მოთამაშე იყოს და ეს ფიზიკური აქტივობა ნამდვილად ხელს შეუწყობს და ნამდვილად მისაბაძი ვიქნებით ჩვენი შვილებისთვის. მინდა გითხრათ, რომ 8 გუნდია წარმოდგენილი კახეთის მასშტაბით, რომელიც წარმოადგენენ თავიანთ რაიონებს და სოფლებს. მინდა ყველა მონაწილეს და მოსულ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადო ჩართულობისთვის. ვფიქრობ, რომ აქტიურ ფაზაში შედის უკვე ჩვენი ფესტივალები, გაგრძელდება უკვე ფოთში, შემდეგი გაჩერება იქნება და შესაბამისად აი აქ მოსულ ზოგადად ადამიანს პირდებით ძალიან კარგ გარემოს, ძალიან მაგარ სანახაობას და ეხლა კი ძალიან ბევრ კარგ და საინტერესო ეპიზოდს განახებ და ძალიან საინტერესო ადამიანებს გაგაცნობთ შემდეგ ეპიზოდებში. აბა, წავედით. ფეხში ვარდნა რა, ფეხში ვარდნა არ შეიძლება მოკლედ. არ ჩაითვლება, თუ ვინმეს არ შეეხება და ისე გავა. თუ ვინმე შეეხო და გავიდა, ჩვეულებრივად გოლად ითვლება. მეკარეების საყურადღებოდ კიდე ბურთი რო გადავა შემოტანის დროს აუცილებლად ხელით შემოგავთ, ფეხით ვერ შემოგავთ. ბურთს როგორც კი დადებთ, ბურთი არის თამაში. ანუ მოწინააღმდეგე ფეხბურთელი რომ მოვიდეს და გაგიტანოს გოლი, ჩვეულებრივი გოლი არის. ჩემთან ერთად არის გუნდ შირაქის შემტევი და გოლიადორი და გუნდის ლიდერი გიო. ილოცავ გამარჯვებას. როგორია შენი თვალით დანახული ბეთლაივ მასტერლიგა ფესტივალი თელავში და ზოგადად ტურნირის შესახებ რო გითხრა და შენი გუნდის შესახებ რა დაინახე და რაც გზნობ? გიორგი, მადლობა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფესტივალია, მომწონს ახალგაზრდების იღებენ მონაწილეობას და ეს ძალიან წინსვლა რა ფაქტიურად და კაია მომწონს ეს შემართება და მეც მიხარია რომ მივიღე მონაწილეობა აქ. ჩემი გუნდის შესახებ იმას ვიტყვი რომ მებრძოლი გუნდი ვართ და ვფიქრობ დავანახეთ ამ ტურნირზე ჯერჯერობით რაც შეგვიძლია და უფრო მომავალში მეც შევძლებთ. ვფიქრობ ამას მე. ანუ ჯგუფიდან გახვედით და ელოდებით უკვე მეტოქეს? დიახ. რა სიტყოდი ზოგადად ტურნირის დონესთან დაკავშირებით, როგორი თამაშებია, როგორი დაძაბული თამაშები იყო და ადვილად შეძელით წარმატების მიღწევა თუ გაგიჭირდათ? რა თქმა უნდა, ადვილი არაფერი არა, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს მეტოქე სწორად უნდა შეარჩიო. ეს ფაქტია და ვფიქრობ არა დაბალი დონე და რავი, ყველას ვურჩევ რომ მიიღოს მონაწილეობა. საკმაოდ მაღალი დონეა. ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ დედოფლის წყაროს გუნდია შირაქი და ბიჭები თამაშებზე დედოფლის წყაროდან დადიან. მადლობა ჩართულობისთვის, მადლობა იმ ემოციებისთვის, რაც აი ამ მოედანზე იგზნობა და
კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს გავიცნობთ შემდეგ ეპიზოდებში. ჩვენთან ერთად არის თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი. დიდი მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, მადლობა გვერდში დგომისთვის. აი ესეთი კარგი ორგანიზებული ფესტივალი რო გამოგვივიდა, ეს არის ზუსტად ამ ადამიანების დამსახურება და თქვენი გუნდის გვერდში დგომის დამსახურება. მადლობა, ზოგადად მინდა რომ თქვენი თვალით დანახული, მიუხედავად ქალბატონი ხართ, როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ზოგადად სპორტი, მასობრივი მიმართულება და რამდენად მნიშვნელოვანია თელავისთვის ეს ღონისძიება, რასაც ერთობლივად ვატარებთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის, რომ მაქვს საშუალება ჯერ ერთი დავესწრო ამ 3 დღის განმავლობაში შესანიშნავ სპორტულ ფესტივალს. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში სპორტი არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და სულ ახლახან ჩვენ გვქონდა ახალგაზრდებს შორის შესანიშნავი ტურნირი 5-5-ზე. დღეს ჩვენ უკვე ვართ მოწმენი და მაყურებლები და გულშემატკივრები ამ შესანიშნავი ტურნირისა 7-7-ზე. მასტერ ლიგა, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ძალიან მიმზიდველი მისთვის, ვისაც უყვარს სპორტული ცხოვრების წესი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ზოგადად ფეხბურთი, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი, როგორც სპორტი და ამიტომ გუშინაც გახლდით, დღესაც ვესწრები და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ფეხბურთი ეს არის აზარტი, ეს არის სპორტული უნარები, ეს არის მიზნისკენ სწრაფვა, ეს არის გარკვეული გამოწვევა და ეს ყველა თვისება საბოლოო ჯამში ჩვენ გვეხმარება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ეხლა ჩვენ ძალიან აქტიური და საინტერესო თამაშები ვიხილეთ. დღევანდელი დღის ბოლო თამაშია, მე ძალიან გულშემატკივრობ, ჩვენი წინანდლის გუნდი ხვდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოწინააღმდეგეს და მე იმედი მაქვს, რომ ხვალ ნახევარფინალში და ფინალში ჩვენ ორი გუნდით მონაწილეობთ თელავის მუნიციპალიტეტი და ერთ-ერთ გუნდს აუცილებლად ეიღბლება და ვიხილავთ მათ ფინალში. გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ ამ გვერდში დგომისთვის. თუნდაც ის რომ ინფრასტრუქტურა დაგვითმეთ და მოედანზე შევძელით, ამ ყველაფრის მოწყობა და ესე კარგად რომელსაც მოსული ადამიანი და გულშემატკივარი გზნობს აქ სიტუაციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად და ასე ერთობით, ერთ მუშტად უნდა დავირაზმოთ ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში უნდა მოხდეს ის რომ ბევრი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანები უნდა პატარა ჩანართი მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან სიმბოლურია, რომ გუშინ დაიწყო თქვენი ფესტივალი, იმიტომ რომ გუშინ იყო 27 ივნისი, ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელის, ჩვენი თანაქალაქელის გივი ჩოხელის საიუბილეო თარიღი, 88 წლის შეუსრულდებოდა, 8 წელი შეუსრულდებოდა. ბატონ გივის და ჩვენ ვიმყოფებით გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე და იმედი გვაქვს, რომ ეხლა დღეს მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ასეთი თამაშებით ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ვსკავთ იმისათვის, რომ ჩვენი რესურსები მივმართოთ და სულ მალე თქვენ გიბასპინძლოთ უკვე რეაბილიტირებულ სტადიონზე. ძალიან წარმატებები თელავს და მადლობა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას. მადლობა თქვენ. აბა, კარგად ბრძანდებათ. წარმატებები. ეხლა კი მინდა ერთი საინტერესო ადამიანიც გაგაცნოთ ჩვენი ვასკა, თელავის ინტერნაციონალე გუნდის 10-იანი. საკმაოდ ისეთი კარგი და გამორჩეული თავის გუნდში. ეხლა თავისი გუნდი თამაშობს. გამოვიტყუეთ ცოტა ხნით და ვასკა, მინდა რომ ზოგადად შენი გუნდის და ზოგადად ამ ჩემპიონატის ფესტივალის დონე შეაფასო, თამაშები როგორი იყო და როგორ მოგეწონა შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რო გითხრა ორი სიტყვით. მე ძალიან გამიხარდა მაგალითად ეს ტურნირი რო ვაფშე დაიწყო და მონაწილეობა მივიღეთ ჩვენ. ძალიან კარგი ბიჭები არიან, მებრძოლი ბიჭები არიან. ძალიან კარგი თამაშები ჩავატარეთ, ორი თამაში ჰქონდა და ორივე ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენთვის კი. ორივე თამაში მოვიგეთ და ეხლა დაგვრჩა მესამე თამაში. რა თქმა უნდა, ესეც მოსაგებია, იმიტომ რომ აქ რომ ვერ გავიდეთ, დავრჩებით ჯგუფში, ასე ვთქვათ რა. გასაგები. და აუცილებლად გჭირდება სამი ქულა რომ გავიდეთ. ვასკა, კითხავ, აი გუნდის სახელი ინტერნაციონალი და რას ნიშნავს თქვენთვის ეს სახელი? ანუ მეგობრები ხართ, შეკრებილები ბიჭები, რომელიც თამაშობთ ხოლმე ხშირად ფეხბურთს თუ რო გითხრა? კი, ზუსტად ეგ არის, შეკრებილები ვართ ჩვენ ბიჭები. რამოდენიმე გუნდია, ერთად შეკრებილი
ანუ გაერთიანდით. კი რა, გავერთიანდით რომ უფრო მეტი ძალა გქონდეს და უფრო მეტად ვთამაშოთ და უფრო კარგი შეფასება დავდოთ და კარგი შედეგი დავდოთ, რა თქმა უნდა რა. შვენიერი, მოკლედ, მინდა ყველა გუნდს და მათ შორის ინტერნაციონალის წარმატებები უსურვო, ბიჭებო, რაც შეიძლება მეტი და მეტი ითამაშოთ და რას ვეტყოდი ჩვენი ლოზუნგი თუ იცი რა არის, რო გითხრა? იცხოვრეთ ფეხბურთით. აი, ცოდნია, იცხოვრე ფეხბურთით. ნამდვილად ესეა და აბა წარმატებები ვასკას და ბიჭებს ყველას ვინც კი ჩართულები არიან. შევხვდებით კიდე შემდეგ. ჩემთან ერთად არის თელაველი, ოქროს გულის ადამიანი, ჩვენი ლაშა კუკუჯანაშვილი, ზოგადად ბეთლავი მასტერ ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი, ჩვენი ნაკრების წევრი და თბილისის ბეთლავი მასტერ ლიგის მოთამაშე და ეხლა უკვე თელავში გუნდი გააკეთა, რომელიც ფინალში გაიყვანა და მენეჯერობის, ასე ვთქვათ, რაღაცა ისინი შეინიშნება რა. ლაშა, შენში მინდა რომ მადლობა გითხრა ზოგადად შენი ჩართულობისთვის, მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ადამიანი, რომელიც თელავიდან თბილისში დადის, რათა ითამაშოს ჩვენი ლიგა და ლაშასთან მაქვს ცირე გამოკითხვა და საჩუქრად თუ რა თქმა უნდა მიპასუხებს და დარწმუნებული ვარ მიპასუხებს ჩვენი პარტნიორი მაღაზია კემპისგან გვაქვს საჩუქარი, ძალიან კარგი საჩუქარი. ლაშა, ჯერ სანამ გადავიდოდეთ ზოგადად შეკითხვაზე, მინდა შენი აზრი დააფიქსირო ზოგადად რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ ჩვენ შესახებ და ჩემპიონატის შესახებ. კი ბატონო. მადლობა დიდი პირველ რიგში აკო შენ და ბიჭებს ესეთ კარგ საქმეს რო აკეთებთ. მივესალმები მაყურებელს, ბეთლაევის ყოველდღიურ გულშემატკივარს. თქვენ რასაც აკეთებთ, რა ვიცი, წარმოუდგენელია ეს ორგანიზება, ეს რა ვიცი, ესე არ ხდება რა მარტივად, რომ შენ უბრალოდ ესე ადგე და ესეთი ტურნირი დააორგანიზო. ძალიან რთულია. ყოველდღიურ რეჟიმში 24 საათი, რა ვიცი, თქვენ ჩართულობას კი ვხედავ როგორცაა. და მაგიტომაც მაქვს ესეთი სურვილი და ყოველ სამშაბათს თუ ოთხშაბათს რა ვიცი, ყველაფერს ვცდილობ რომ გადავდო, რომ ჩამოვიდე და ფეხბურთი ვითამაშო. არა, მართლა სამაგალითოა. მართლა სამაგალითოა. კი, თქვენიდან რომ ხედავ ამ ყველაფერს. ნამდვილად და ეს мотиваციას გვაძლევს ჩვენ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ ლაშასნაირად ბევრი ადამიანი ჩაერთოს და ითამაშოს. ეხლა კი გადავიდეთ კითხვაზე, რომლის კემპის, ასე ვთქვათ, მასტერის საჩუქარი არის შიგნით. ძალიან კარგი. მინდა რომ პატარა მცირე კითხვით შემოგთავაზო, დარწმუნებული ვარ ეს გეცოდინება ვისი მაისურია შიგნით, მაგრამ გეტყვი უბრალოდ რა თქმა უნდა ამ ადამიანის კარიერა თბილისიდან დაიწყო. პირველი იყო მრეტები, დინამო თბილისი, შემდეგ იყო ბოკა ხუნიორსი. და ბოკა ხუნიორსიდან წავიდა ტოპ გუნდში, რომლითაც ჩვენ თავი დაგვამახსოვნა და ჩემი აზრით ვიტყოდი, რომ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი და ზოგადად შემოქმედი ფეხბურთელი რა. პატარა მინიშნებას მოგცემ თუ გაგიმარტივებს ყველაფერს რა. კი ბატონო. 10-იანი, რომელიც მთელ საქართველოს უყვარს. აიმე, ავიჭეთ. ინგლისის პრემიერ ლიგა. აბა რო ფინკლაძე? აბა რა. ფინკლაძე ბოკადან იყო? მეც გამიკვირდა რომ ხეს პატარა სამი თამაში ბოკა, აი მაგან დამაბნია, ბოკამ დამაბნია. ვანახოთ გიორგი ფინკლაძეს მაისური, გავშალოთ. აჰა. მადლობა. აბა რო გადაიცვა თან. კი ბატონო. აჰა. აგერ ჩემი ზომა. აი მშვენიერად შენივრად მოუვიდა. კი ბატონო. ჩვენს ლაშას. მადლობა ძალიან დიდი აკო შენ. გიოს მოვესიყვარულო და მოვეფეროთ. კი ბატონო, მადლობა გიოსთან. მადლობა კემს საჩუქრისთვის, მადლობა შენ ჩართულობისთვის და კიდევ ერთხელ წარმატებები შენს გუნდს და ზოგადად შენ ჩვენს ლიგაში. მადლობა. აბა ნახვამდის და დიდი მადლობა კემს და მადლობა შენს.
ჩემთან ერთად არის გამარჯვებული და საუკეთესო ფეხბურთელი ყვარლის გუნდის გამორჩეული ლიდერი ზუკა ზათიაშვილი. ზუკა, გილოცავ წარმატებას, ასევე გახდი საუკეთესო მოთამაშე და რა გზნობა იყო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და გეჭიროს მთავარი თასი, რაც მე ვფიქრობ დიდი სიამაყით იქნება წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ამის ორგანიზებისთვის, რადგან კარგია კახეთში ჩამოსვლა, იმიტომ რომ გვაკლია ეს ფეხბურთი კახეთს, ნაკლებია მოყვარულთა ლიგაც, ეს მასტერ ლიგაც და ჩემთვის პირადად ძალიან კარგი შეგრძნება, იმიტომ რომ ფეხბურთის გარდა დიდად ვერაფრით ვერ ვიგებ სიამოვნებას და მე მასტერ ლიგა ნათამაშები მაქვს კახეთის ზონა, კაჭრეთში რო ტარდებოდა ამბასადორში და მინდა რომ ხშირად ჩამოხვიდეთ უფრო და მეტი და მეტი ფეხბურთი ვითამაშოთ და კარგი კომუნიკაცია. საკმაოდ ისეთი ვიტყოდი რომ გამორჩეული გუნდი იყავით თავიდანვე და თავიდანვე ფიქრობდი რომ გარკვეულ წარმატებასაც მიაღწევდით, მაგრამ რის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი, ანუ ვარჯიშობდით, ემზადებით, ხშირად ჩართული ხართ და აქტიურად ვარჯიშობთ თუ რა როგორ თამაშობთ უბრალოდ აი როგორ შეინარჩუნოთ? ხო, მინუს თამაშობთ ხშირად რა, ყოველდღე ვთამაშობ თითქმის როცა გვაქვს საშუალება. ყვარლიდან თელავში გამოდივართ რომ ფეხბურთი ვითამაშოთ ხოლმე, იმიტომ რომ ყვარელში ვერ გვეროდებით ხალხი სამწუხაროდ და ეხლაც ნუ დამატებული ყავდა ბიჭები კახეთიდან სხვადასხვა რაიონებიდან დავიმატეთ, იმიტომ რომ გვინდოდა რომ ისეთი გუნდი გამოგვიყვანა, ვისაც ექნებოდა საჩემპიონატო გაიწევდა. ჩემპიონი გამხდარიყო და ეს შევძელით რა თქმა უნდა ზუკა, ძალიან გახარებულები ვართ. დიდი მადლობა, გილოცავ ამ გამარჯვებას. თელავის ვეთლავი მასტერ ლიგა ფესტივალი დასრულებულია, გამოვლენილია საუკეთესო გუნდი და რა თქმა უნდა მინდა გითხრა რომ მოემზადო, რადგან გელოდებათ საქართველოს შემდეგი ეტაპი, რომელიც იქნება უფრო მეტად, ასე ვთქვათ, დაძაბული შესარჩევი ეტაპი და გისურვებთ კარგ და კარგ შედეგებს რა. აბა წავედით. შემდეგი გაჩერება ჩვენი იქნება ფოთი. დასრულდა მოკლედ თელავის ვეთლავი მასტერ ლიგა ფესტივალი. მე და ნიკოლოზ ნადარაია მოგავწვით ხოლმე ზოგად ინფორმაციას თუ რა მდგომარეობა იქნება ფესტივალების ლოკაციაზე და ნიკა როგორ შეაფასებ თელავი შედგა ვეთლავი მასტერ ლიგა ფესტივალი თელავში? კი, მე ვიტყოდი რომ შედგა, განსაკუთრებით ფინალური დღე იყო გამორჩეული ხალხის დასწრების კუთხით და ფინალი რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იყო, ფაქტობრივად ბოლო წუთებში გადაწყდა მატჩის ბედი. მეორე გოლი გავიდა 2-3 წუთი იყო დარჩენილი თუ სწორედ მე ფრეს წურავდი მე პენალტების სერია მინდოდა რომ კარგი იქნებოდა სანახაობრივი და აი ჩვენს უკან არის დაფა სატურნირო ასე ვთქვათ ცხრილი ჩემპიონი გახდა ყვარლის გუნდი საკმაოდ ისეთი კარგი ფეხბურთი აჩვენეს გუნდებმა და გამორჩეული რა თქმა უნდა ყვარლის გუნდი თავიდანვე იყო რამდენად სიღნაღიდან განსხვავებით რამდენად დონით მაღალი იყო როგორ შეაფასებდი ნიკა ჩემი სუბიექტური შეფასებით იყო რამდენიმე გამორჩეული გუნდი, ვინც შედარებით მაღალი დონე აჩვენა და მე მგონი ობიექტური მიზეზებიც არსებობდა, როგორც მითხეს გავისაუბრე ფეხბურთელებს და არის გუნდები, რომლებიც ხშირად იკრიბებიან, ვარჯიშობენ, სერიოზულად უდგენბიან მსგავს ტურნირებს და შედეგზეც მე მგონი ეს ყველაფერი აისახა. კაი, რო უთხრათ მოკლედ ჩვენს ოჯახის წევრებს, ვინც მასტერ ლიგას, ასე ვთქვათ, თამაშობს და ჩართულია და ელოდება აი ამ ფესტივალებს, რა ელოდება და შემდეგ გაჩერება. კი. რო უთხრათ ფეხბურთის მოყვარულებს შეგვიძლია უთხრათ, რომ ამით ჩვენ ამოვწურეთ კახეთის რეგიონი წელს, გადავინაცვლებთ სამეგრელოში, პირველი ქალაქი იქნება ფოთი, რომელიც ჩატარდება 4, 5 და 6 ივლისს. ამის შემდგომ უკვე გადავდივართ ზუგდიდში და სამეგრელოს შემდეგ გველოდება ონი, მესტია და ბოლოს უკვე იმერეთში სამტრედია და ქუთაისი. შეძლებს დაგვარად ყველა რეგიონი. ფაქტობრივად კი მოვიცავთ მთელი საქართველო. რეგიონები იქნება მოცული ამ ყველაფრით. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ბევრი გუნდი იყოს ჩართული და მოუწოდებთ ყველას, ვისაც სურვილი აქვს და ვინც არ დარეგისტრირებულა დარეგისტრირდეს, იმიტომ რომ ამაზე ბევრად განსხვავებულ და ისეთ კარგ ლოკაციას ნახავთ, იმიტომ რომ ეხლა ვიმყოფებით გივიჩოხელის სტადიონზე, ნამდვილად სჭირდება თელავს და ზოგადად აი ამ ქალაქს ფეხბურთი და ჩვენი ლოზუნგიც ის არის იცხოვრე ფეხბურთით. მე მინდა რომ მადლობა გითხრა ნიკოლოზ შენს გუნდს და რა თქმა უნდა ამ ერთობლივი პროექტით ჩვენ შევქმნით იმას, რომ მეტი და მეტი ადამიანი იქნება მომავალში უკვე ჩართული. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს. აბა წარმატებები. წავედით და გელოდებით შემდეგ გაჩერება ჩვენი იქნება ფოთი. პირველი სათამაშო დღე თელავის ფესტივალი დამთავრებულია და აი ესეთ გარემოში, წყნარ სიტუაციაში, ასეთ მოგზალებულ მდგომარეობით მამებთან ერთად
პატარა ფეხბურთი გავაგორეთ და ბავშვობა გაიხსენეს მამებმა და მადლობა მამებს რომ ჩვენთან ერთად ითამაშეს და მინდა ჯანსაღი ცხოვრების წესის ზოგადად პოპულარიზაციას მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ორი სიტყვით მინდა რომ თქვენი აზრიც რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ზოგადად მსგავსი ღონისძიებები. რა თქმა უნდა, ფეხბურთი ისედაც ძალიან მიყვარს, მაგრამ რო ავიღოთ სიყვარულის გარეშე, ისეთი სპორტია ადამიანს ალბათ სულში კაი თუ ჩაუსახავს და მეგობრებს იჩენ, მეტი ურთიერთობა გაქვს ხალხთან და თითქოს ერი ნენდა ყველაფრით ერთიანდება. ფეხბურთით იქნება, ცეკვით იქნება, ნებისმიერი ჯანსაღი სპორტით თუ კარგი საქმით შეგვიძლია ჩვენ მეგობრები მეტი შევიძინოთ და მადლობა. მადლობა მამაო. ისეთი ჩაგვიტარეს ახლა წეგან, ისეთი გაგვიგორეს, რომ რა ვიცი, ძალიან შეშურდებოდა ბევრ ისეთ გუნდს, რომელიც ასპარეზობდა წეგან თამაშებზე, რასაც უყურებდი და მამაო, მინდა რომ ზოგადად თქვენი აზრიც ჯანსაღ ცხოვრების წესთან დაკავშირებით რამდენად მნიშვნელოვანია ერისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ზუსტად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ბავშვებისთვის, რომ მივცეთ მაგალითი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან შეიძლება ყველა ეხა მაგარი ფეხბურთელი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრებისთვის და მათი თუნდაც ჯანმრთელობისთვის ეს რამხელა რაღაცას ნიშნავს და აი თქვენ ძალიან დიდ საქმეს ემსახურებით და ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ და რა ვიცი, ყველას მოუწოდებთ, რომ მიყვნენ ფეხბურთს და სპორტს და ეს ძალიან კარგი არის და გენაცვალეთ. მამაო, მადლობა, ჩვენი ლოზუნგი არის იცხოვრე ფეხბურთით და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, აი ეს ბურთით გამოვნახოთ საერთო ენა და მადლობა თქვენ რომ რაღაცა როგორ არა, პირიქით. ჩვენ ეხა ხო სამ ჩვენ სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარე და სულიერი სწავლებებიდან გამომდინარე კიდე ბავშვებს ვასწავლით სპორტსაც. ვა, და აი მოწოდება მინდა რომ მამებთან ერთად ესე გავაკეთო რომ ჩვენ ეხა სადაც ავართ, აი მამა ეგოვი, მამა გიორგი, ჩვენ იქ დედოფლის ხაროში ყოველ საღამოს თითქმის ეხლა აქ რა ხალხიც ნახეთ, ამაზე ბევრად მეტი არიან ხოლმე იქ სტადიონზე, სადაც ჩვენ თამაშობთ, ჩვენ ბავშვებთან ერთად და ჩვენ სპორტსმენებთან ერთად და არანაკლები ძალიან მაგარი ბიჭები არიან, აი მამა გიორგი ჩართული არის პირდაპირ მაგ საქმეში და პატარა ბავშვებს ავარჯიშებს, რაღაცა იმაშია და კარგი იქნება თუ აი ჩვენ მხარეშიც, სოფლებშიც, უმთავრესი არის სოფლებშიც, რომ ჩატარდეს ესეთი რაღაცა და აი ჩვენს ბოლომდე ვიქნებით ჩართული და ჩვენს გვერდში დაგიდგებით. მადლობა, რასაც აკეთებთ, მართლა ძალიან შეუდარებელია ზუსტად თქვენი ღვაწლის გაზომვა და ჩვენ გვპირდებით, მართლა მინდა ყველას უთხრა, რომ ჩვენ აუცილებლად ჩამოვალთ რაღაცა ჩვენი 7-ზე ფეხბურთის ასოციაციის გუნდი, რომელიც სტაფის შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, ჩამოვალთ თქვენთან მონასტერშიც გესტუმრებით და ერთად რაღაცნაირად მოვეფეროთ ერთმანეთს, მოედანზეც და მოედნის იქეთაც და რაღაცა ისე იქნება კარგი, რომ რთველს დავამთხიოთ რა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მამებს. მადლობა, ძალიან კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს. ტიკი-ტაკათი გემშვიდობებით, აბა დროებით.